მოგესალმებით. აღნიშნული ვიდეოს თემატიკა არის სხვადასხვა ტიპის პისტოლეტის კაბურები. ვიდეოში მიმოვიხილავთ სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების ასევე სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული კაბურას სამი კომპანიის წარმოებული ნიმუშების მაგალითზე. ესენი არის კომპანია Saiteki, კომპანია Warriorland და კომპანია Gunflower. ისინი აწარმოებენ როგორც საპოლიციო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების და წმინდად სამხედრო ტაქტიკური გამოყენების მრავალფუნქციურ კაბურებს. სამივე კომპანიის ხაზებში წარმოებულ პროდუქციაში წარმოდგენილი არის როგორც მემარჯვენე მსროლელისთვის განკუთვნილი სტანდარტული კაბურები, თუმცა რაც არის გავრცელებული და ასევე მემარცხენე ვარიანტები ცაციებისთვის. დავიწყოთ ყველაზე ისეთი მარტივი ნიმუშებიდან და გადავიდეთ უკვე შემდგომში ტაქტიკურ კონფიგურაციებზე. აქ წარმოდგენილი არის მაგალითად ეს კომპანია Warriorland-ის წარმოების მემარჯვენე მსროლელის კაბურა შიდა ტარების კონფიგურაციაში. გამოყენებული მასალა ამ შემთხვევაში არის Kydex. Kydex ეს არის პოლიმერის პლასტმასის მსგავსი მასალა, რომელიც ბოლო 10-15 წელია ძალიან გავრცელდა მსოფლიოში და ძალიან სერიოზული პოპულარობა მოიპოვა როგორც პისტოლეტის კაბურების მიმართულებით, ასევე დანების და სხვადასხვა აღჭურვილობის ელემენტების კაბურების დასამზადებლად. Kydex-ის 1000-ნაირი კონფიგურაციის კაბურები არსებობს გათვლილი პრაქტიკულად ყველა ტიპის პისტოლეტისთვის და ასევე რევოლვერებისთვისაც კეთდება. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არის კლასიკური კონფიგურაციის Kydex-ის შიდა ტარების კაბურა, ესეთი პლასმასის საქამრე კლიპსათი ორ წერტილში ფიქსირებული და აქვს რეგულირების ერთი წერტილი, ერთი ჭანჭიკით, რომლითაც სიტყვაზე კაბურის იარაღზე მოჭერის რეგულირება არის შესაძლებელი, სიტყვაზე ერთად ჩადება ამოღება გართულდეს ან გამარტივდეს. თვითონ ფაქტურა ამ კონკრეტულ შემთხვევაში Kydex-ის ეს არის ზედაპირის დაფარვა კარბონისებური ფაქტურით არის, თუმცა მრავალი 1000-ნაირი, ასე ვთქვათ, დაფარვით არსებობს სხვადასხვა ფერებით, როგორც სამხედრო კამუფლირებით, მათ შორის მულტიკამი, ვუდლენდი, ჩვეულებრივი სამხედრო შეფერილობების ოლივის სხვადასხვა სახეობები, კოიოტი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს არის სამოქალაქო დანიშნულების შიდა ტარების კაბურა. შიდა ნაწილი ამაღლებული არის, ანუ ის ნაწილი, რომელიც თვითონ იარაღის მეპატრონის მსროლელის უშუალოდ სხეულს ეხება და იარაღის ჩადება ამოღება მაქსიმალურად გამარტივდეს. შემდეგ აქ უკვე წარმოდგენილია შედარებით დაბალი პროფილის კაბურა, ასევე შიდა ტარების მემარჯვენე მსროლელისთვის და ესეც გლოკზე გათვლილი კაბურა არის, გლოკ 19-ის არის. ამასაც რეგულირების ერთი წერტილი აქვს, იგივე სისქის Kydex-ის მასალით არის გაკეთებული, დაფარვა მუქი ნაცრისფერი გლუვი დაფარვა აქვს. თვითონ Kydex-ის კაბურებში, როგორც Kydex-ის და ზოგიერთი ტიპის პოლიმერის კაბურებში, იარაღის ფიქსაცია თვითონ კაბურაში, იარაღის ჩაკეტვა ხორციელდება თვითონ კაბურის ფორმებიდან გამომდინარე, მაგალითად აი ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული წერტილი, რომელიც იარაღის პისტოლეტის სასხლეტი კავის გარშემო არსებული რგოლი, ანუ ინგლისურად trigger guard-ი, რასაც ქვია, მაგ ადგილზე შემოჭერას ახდენს და მაგით ახდენს პისტოლეტის დაფიქსირებას, ანუ არანაირი მექანიკური, ასე ვთქვათ, მექანიზმი, ზამბარიანი მექანიზმი, რომელიც სიტყვაზე ჩასმისდროს ჩაკეტავს კაბურაში იარაღს, ასეთი ტიპის კაბურებს არ აქვს. შესაბამისად მარტივი კონსტრუქციის კაბურები არის. აქაც უკვე პოლიმერის მასალისგან დამზადებული კაბურა არის და სტილი დაახლოებით ისეთი სტილის კაბურაა, როგორც სტილითაც უფრო უმეტესად Kydex-ის კაბურები მზადდება. აქაც ერთი რეგულირების წერტილით და პლასმასის კლიპსათი. თვითონ კაბურების კონკრეტული კაბურები იმის მიხედვით, რომელი პისტოლეტზე არის გათვლილი, იმეორებს ამ პისტოლეტის წინა ნაწილის და საკეტის ნაწილის, ასე ვთქვათ, სიგანეს, სიმაღლეს და ზოგადად ასე ვთქვათ, ფორმებს და გეომეტრიას, რომ მაქსიმალურად ერგონომიულად მოხდეს და კარგად მოხდეს, ჭიდროდ მოხდეს ჩაფიქსირება და მასში ჩადებული იარაღის. აქაც პოლიმერის შედარებით მაღალი პროფილის კაბურა არის, ასევე კომპანია Gunflower-ის წარმოების პლასმასის კლიპსათი, ეს კაბურები მეტნაკლებად ერთმანეთის მსგავს კონსტრუქციებს იმეორებენ. აქ უკვე წარმოდგენილია შედარებით უფრო გაუმჯობესებული კონსტრუქციის Kydex-ის მასალის შიდა ტარების კაბურა, გლოკის პისტოლეტისთვის. ორ წერტილში
რეგულირების ორი ჭანჭიკით, იგივენაირი პლასტმასის კლიფსათი და ეგრეთ წოდებული კლანჭი უგენია ასევე. ეს უკვე არის გათვლილი იმისათვის, რომ კამარზე დაფიქსირებული კაბურა, რომელშიც პისტოლეტი არის ჩადებული, პისტოლეტის სახელური არ იქნას წინ გამოწეული და კამრის გადატარებით აი ამ კონკრეტულ კლანჭზე იარაღის სხეულზე მაქსიმალურად მჭიდროდ იქნას მიმიდებული, რომ სიტყვაზე ფარული ტარების შემთხვევაში მარტივად ესე არ ჩანდეს სიტყვაზე პერანგის ქვეშ არსებული იარაღის ტარი, რომელიც ასეთი კლანჭის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება ცოტა ზედმეტად იყოს გამოწეული. ასეთი კაბურების შემთხვევაში ხდება ხოლმე ეს მომენტი. ასევე კომპანია Gunflowers აქვს ესეთი ტყავის კაბურაც, სხვადასხვა კონფიგურაციებით აწარმოებენ, ეს არის შიდა ტარების ტყავის კაბურა, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის სხვადასხვა ტიპის იარაღის პატრონეებში, განსაკუთრებით ბრძოლის თაობის მსვლელებს უყვართ ესეთი ტყავის არატაქტიკური ტყავის კაბურები. საკმაოდ კარგად ინახავს ზოგადად იარაღის ზედაპირის დაფარვას. ასეთი ტიპის კაბურები კარგად ახდენენ იარაღის შენახვას ხანგრძლივ ექსპლუატაციაში, ანუ იარაღის საკეტის ზედაპირის დაფარვა ნაკლებად ზიანდება, განსხვავებით ზოგიერთი ტიპის პოლიმერისა და კაიდექსის კაბურებისგან, ამიტომ საკმაოდ პოპულარულია. აქვს ესეთი ტყავის კლიფსა და ესეთი შემკვრელი მარეგულირებელი წერტილი, რომელიც შიგნიდან რეზინის შაიბით არის ასე თქვა დამატებით აღჭურვილი, სიტყვაზე მასში მოთავსებული პისტოლეტი საკმაოდ მჭიდროდ იქნას მასში ფიქსირებული. სხვათა შორის არსებობს ესეთი კაიდექსის კაბურებიც, რომლებიც შიგნიდან იფარება ტყავით, რათა თავიდან ავირიდოთ ხანგრძლივ ექსპლუატაციაში, თავიდან ავირიდოთ იარაღის ზედაპირის დაკაწვრა და ასე თქვა ხმარების კვალი ნაკლებად დაემჩნეს იარაღს ექსპლუატაციის პროცესში. ესეთი ზომის სტანდარტული ზომის, აი Glock 17-ის ან Glock 18-ის ზომის პისტოლეტი ესე ძალიან კარგად მჭიდროდ თავსდება ტყავის კაბურაში. აქვე არის წარმოდგენილი ესეთი კონფიგურაციებიც, ანუ ეს უკვე კომბოები არის, კომბინირებული კონფიგურაცია, კაიდექსის მასალისგან დამზადებული. Glocks ეს და სხვა მწარმოებლის პისტოლეტებზეც კეთდება, როგორც ზიგის წარმოების პისტოლეტებზე, ჰეკლერკოხებზე, მთელი ასე ვთქვათ, ხაზები არის სხვადასხვა მწარმოებლის პისტოლეტებისთვის, ამ კომბინირებული კაბურების კომპანია Gunflowers არის, ორი ესეთი პატარა საქამრე კლიფსა აქვს, ესეც რა თქმა უნდა, შიდა ტარების კაბურა არის. აქეთ ხარ უკვე პისტოლეტის ეს არის პისტოლეტის ნაწილი, პისტოლეტის კაბურა და აქეთ უკვე ერთგანყოფილებიანი სამჭიდი აქვს. ამასაც თავისი ესეთი სპეციფიური გემოვნების ასე ვთქვათ მსროლელებზე არის უფრო გათვლილი, ვისაც სიტყვაზე პისტოლეტისა და მჭიდის ერთ კონკრეტულ წერტილში ფიქსაცია უფრო მოსწონს. და თუ სიტყვაზე მჭიდები სამხარეს პისტოლეტის კაბურა და მეორე მხარეს მჭიდების მოთავსება არის უფრო მისაღები თქვენთვის, ასევე არის ესეთი კონფიგურაციის სხვადასხვა სამჭიდე კაბურები, მჭიდის სათავსოები, სხვადასხვანაირი ფიქსატორებით. ეს უკვე ორგანყოფილებიანი, შეგვიძლია მარცხენა მხარესაც დავამაგროთ, შეგვიძლია მარჯვენა მხარესაც დამაგრდეს, ორგანყოფილებიანი სამჭიდე, უნივერსალური, ბევრი სხვადასხვანაირი მჭიდი თავსდება ამაში, სწრაფი შემაგრების დიდი ზომის კლიფსათი საქამრეთი, რომელიც შიგნიდან არის მორეზინებული მთლიანად. ეს უნივერსალური სამაგრეა, რომელიც პისტოლეტის კაბურებზეც გამოიყენება. ასევე არის ესეთი კონფიგურაცია, ასეთი ტეკლოკის მსგავსი ჩამკეტი, ტეკლოკებს ეძახიან ასეთ ჩამკეტებს, პირდაპირ კამარზე დასაფიქსირებლად და აქვს რეგულატორი ასევე სხვადასხვა სიმაღლის კამარზე მოსარგებლად, როგორც 50 მმ-იანზე სიტყვაზე ან 70 მმ-იანი სიმაღლის როგორც ჩვეულებრივ, ასევე საბრძოლო კამერებზე შეიძლება იქნას დაბალი პროფილის საბრძოლო კამერებზე. ასევე ერთგანყოფილებიანი, ყველაზე ესეთი მარტივი, ესეთ სწრაფი დამაგრების კლიფსაზე და დამატებით ზამბარიანი მექანიზმით არის აღჭურვილი, რომ სიტყვაზე მასში სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა კალიბრის ვაზნებზე გათვლილი მჭიდის მოთავსება მაქსიმალურად გამარტივდეს. და ამისი რეგულირების, ასე ვთქვათ, საშუალებაც აქვს თვითონ ზამბარის სიმძლავრის რეგულირების. ერთგანყოფილებიანი ძალიან ესეთი ტაქტიკული არის სამოქალაქო და საპოლიციო დანიშნულები. უფრო ტაქტიკური და საბრძოლო დანიშნულებით, ასევე საპოლიციო დანიშნულებით ეს ორგანყოფილებიანები არის ბევრად უკეთესი. აქეთ უკვე ასევე კომპანია Gunflowers ასეთი სამჭიდე დაბალი პროფილის სამჭიდე და ესენი უკვე არის აი სამოქალაქო დანიშნულების სამჭიდეები, ასევე საპოლიციო ფუნქციითაც გამოიყენება
და აქვს მცირედი ტაქტიკური თვისებებიც რა. უფრო მეტად სამოქალაქო საპოლიციო არის, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთ სიტუაციაში გამოიყენოთ უკვე სამხედრო დანიშნულებითაც, თუმცა სრულფასოვანი ტაქტიკური კაბურები ბევრად ჯობია ამისთვის. აქვს ესეთი დიდი ზომის მაფიქსირებელი, კამარზე დასაფიქსირებლად და მაფიქსირებელსა და კაბურას შორის კუთხის რეგულირება 360 გრადუსით არის შესაძლებელი მისი ცვალებადობა. ერთ წერტილიანი, ასე ვთქვათ, ერთ წერტილში ჭანჭიკის მოშვებით, კუთხის ცვლილებით და შემდგომში გადაჭერის პრინციპით. ეს უკვე შიდა ტარების კაბურებისგან განსხვავებით, ეს უკვე გარე ტარების კაბურა არის და მსგავსი კონფიგურაციის კაბურები ფაქტობრივად სამივე კომპანიას თითქმის ყველა ტიპის მსოფლიოში გავრცელებული პისტოლეტებისთვის აქვთ. აქ უკვე იგივენაირი სამაგრის სისტემით შედარებით უფრო დიდი ზომის, დიდი კონფიგურაციის კაბურა არის, ესეც უკვე ერთ წერტილში ჩაკეტვის ზამბარიანი მექანიზმით, რომელიც ფიქსაციას ახდენს ტრიგერ გარდზე. პისტოლეტის სასხლებთან. აქაც უკვე კომპანია საიტების წარმოების კაბურა დაახლოებით მსგავსი ერთ წერტილიანი სამაგრის სისტემა აქვს ამასაც, რომელსაც ასევე 360 გრადუსით რეგულირების ფუნქცია აქვს. მორეზინებული შიდა მხარე ერგონომიულად ხმარებისთვის, კამარში გაყრის შემდეგ და ესეც ეს კონკრეტული არის მემარჯვენე მსროლელზე გათვლილი და აი ამას რაც შეეხება წერა რომელიც გაჩვენეთ, ეს არის მემარცხენე მსროლელისთვის გათვლილი. თვითონ პლატფორმა დაახლოებით იგივე არის და მარჯვენა და მარცხენა გამოყენებაზე არის გათვლილი. თავი არის კაბურა როგორი აყენია. ესეთი კონფიგურაციის კაბურები ფარავს პისტოლეტის თითქმის მთლიან ნაწილს, რა თქმა უნდა, ფარავს სასხლეთ კავს და პისტოლეტის ზედა ნაწილი არის მხოლოდ ამოწეული და რა თქმა უნდა სახელური. იდეალური კონფიგურაცია არის საპოლიციო გამოყენებისთვის. თუმცა აქვე გვაქვს ასევე კიდევ უფრო დახვეწილი პლატფორმები, რომელიც წმინდა ტაქტიკური კაბურები არის, შეიძლება საბრძოლო დანიშნულებით გამოყენებაც, შავი ფერის გარდა არსებობს სხვა შეფერილობითაც, მწვანეები, უდაბნო შეფერილობით, მულტიკამისები, სხვა კამუფლირების პატერნითაც, თუმცა ეს შავებსაც შეეხება უფრო საპოლიციო კონფიგურაციები არის და ძალიან ბევრი ქვეყნის საპოლიციო ქვედანაყოფებში პოლიციის რიგებში მსგავსი კონფიგურაციები ძალიან აქტიურად გამოიყენება. აი აქ ზედა მხრიდან აქვს ესეთი დამცავი თაღისებური რგოლი, ეს კომპანია Safariland-ის წარმოების კაბურებზე SLS სისტემა ქვია ამ კონკრეტულს. ღილაკი ხდება მისი გახსნა, იკეტება, იხსნება და მასში მოთავსებულ პისტოლეტს ძალიან საიმედოდ კეტავს. სიტყვაზე პოტენციურმა კრიმინალმა დამნაშავემ მოულოდნელად სიტყვაზე პოლიციას არ ამოაცალოს იარაღი კაბურიდან, აი ეს დამატებით დამცავი თაღი ძალიან საიმედოდ აფიქსირებს პისტოლეტს და პირველადი ჩამკეტის სისტემა ესეთი ღილაკიანი აქვს, რომელიც ტრიგერ გარდთან აფიქსირებს პისტოლეტს. აი ამის გახსნის შემთხვევაშიც აქედან პისტოლეტის ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელი არის. მასზე თითის დაჭერით შესაძლებელია მხოლოდ ამოღება. აი ეს SLS სისტემა ზოგადად Safariland-ის კაბურებზე ძალიან არის გავრცელებული და მის მსგავს დამცველებს, ანუ პისტოლეტის კორპუსის, ასე ვთქვათ, კაბურიდან მოულოდნელად ამოღებისგან დამცავ მექანიზმებს ბევრი სხვადასხვა მწარმოებელიც იყენებს, როგორც Safariland-ის SLS-ებს, ასევე მასთან მსგავსებულ კონფიგურაციებს. ხო, თვითონ კაბურის კამარზე ფიქსაციის ნაწილს რაც შეეხება, ეს ასევე კომპანია Safariland-ის მსგავსი კონფიგურაციის სამაგრი არის, პირდაპირ კამარში გაყრაზე არის, კამრის გაყრა არის ამაზე გათვლილი, შესაძლებელია როგორც პირდაპირ დაბალი პროფილის კამრის გაყრა ამაში, ასევე დაბალი პროფილის საბრძოლო კამრის დამაგრება შესაძლებელი და მაღალი პროფილის ორბელზე, მაღალი პროფილის საბრძოლო კამარშიც, ზოგიერთ ტიპის საბრძოლო კამარშიც, რომელსაც ესეთი თაღისებური ასე ვთქვათ, ჭრილები აქვს, მასში შეცულებით შიდა კამარზე შეიძლება მისი ფიქსაცია. ეს არ არის სწრაფად დაყენებადი და სწრაფად მოხსნადი კონფიგურაცია, პლატფორმა მუდმივად დგას კამარზე და პლატფორმაზე სხვადასხვანაირი კაბურის მოხსნა დაყენება არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში
ამ კონკრეტულ პლატფორმაზე ეს კაბურა 3 წერტილით არის დამაგრებული, თუმცა შესაძლებელია მასზე შუალედური გადამყვანების დამაგრება, რომელზეც მთელი რიგი სპეციფიკური კაბურები რაღაც 2-3 წამში შეიძლება დავამალოთ მოხსნათ. ჭანჭიკების მოხსნა დაყენების გარეშეც. აქვე წარმოდგენილი არის ასევე საიტეკის წარმოების დაახლოებით მსგავსი კაბურა, როგორც აქეთ კომპანიამ განხილვის ჰქონდა. გარეთ არის ჩვეულებრივი კაბურა, მორეზინებული ნაწილით ერგონომიული ტარებისთვის. ასევე წარმოდგენილია ესეთი კლასიკური საპოლიციო კაბურებს ეძახიან ამას, ძალიან არის ესეთი კონფიგურაციის კაბურები გავრცელებული. მსგავსი კაბურა პირველად კომპანია BlackHawk-მა შეიმუშავა. BlackHawk Serpas სერია იყო ეს კაბურების და Serpas მსგავსი სამაგრებით არის ასევე 3 წერტილში სამაგრი, რომელსაც დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხის რეგულირების საშუალება აქვს. ეს მუდმივი ფიქსაციის კლიპსა, მუდმივი ფიქსაციის კლიპსა დაუძახოთ, არ არის კლიპსა, მაგრამ მუდმივი ფიქსაციის აქსესუარი, რომელშიც კამერის გაყრა ხდება და სწრაფად მოხსნად დაყენებადი დიდი ზომის კლიპსა, რომელიც სხვადასხვა კამერზე დაყენებაზე არის გათვლილი. ეს ამათ შეცვლას კონკრეტული 3 ჭანჭიკის მოხსნა ჭირდება და ძალიან მარტივად ექვემდებარება შეცვლას. თვითონ ესეთი ტიპის კაბურებში იარაღის ფიქსაცია აი ამ კონკრეტული 1 წერტილით ხდება, მასზე თითის დაჭერით შესაძლებელია იარაღის ამოღება. ესენი სხვადასხვა ფერებში არსებობს და დიდად სამხედრო საბრძოლო გამოყენებისთვის დიდად გავრცელებული არ არის ეს კონფიგურაციები მსოფლიოში, თუმცა სამოქალაქო და საპოლიციო დანიშნულებით ძალიან აქტიურად გამოიყენება. აქეთ უკვე მოცემულია წმინდა, ასე ვთქვათ, საბრძოლო ტაქტიკური კონფიგურაციები. ამ შემთხვევაში კომპანია SAITEC-ის წარმოების ფეხის პლატფორმა არის. ზედა მხარეს ვერტიკალურად უკვე კამერზე ფიქსაცია ხდება ამისი, სხვა ტიპის კამერზე, შემდგომ მოდის ესეთი 2 წერტილში ჩაკეტვადი ფასტექსი, ბაქილი, შემდეგ გრძელდება ველკროთი აღჭურვილი ლენტით, 50 მმ-იანი ლენტით, რომელთაც რეგულირება შეიძლება სიმაღლეზე და ესეთი კალისებური პლატფორმა, რომელიც ფეხზე ფიქსირდება და აი ამ 2 რეზინის ჩანართიანი მომჭიმი ლენტით მჭიდროდ ფიქსირდება ფეხზე. თვითონ ეს კონკრეტული პლატფორმა ცალკე რომ მოვიხილოთ, ესეთი პლატფორმა არის, ამ შემთხვევაში უდაბნო შეფერილობით, ბევრ სხვადასხვა კაბურაზე არის გათვლილი. კაბურასთან ერთად, რომელიც ცენტრში შეიძლება დამაგრდეს, მასზე შესაძლებელია სამჭიდეების დამაგრებაც, ასევე შესაძლებელია სპეციფიური დანის ჩასადებად გათვლილი კაბურის ფიქსაციაც, ეს კონკრეტული ადამიანის გემოვნების მიხედვით, როგორ აწყობს და ცენტრალური ნაწილი არის აღჭურვილი ესეთი 1 წერტილიანი 360 გრადუსიანი რეგულირების სამაგრი წერტილით, რომელსაც აქვს 9 გრადუსიანი კბილანები. თითო კბილანზე წამოწლება გვაძლევს 9 გრადუსიან ცვლილებებს და 360 გრადუსით შეიძლება მასზე, ასე ვთქვათ, დავატრიალოთ მასზე არსებული და დავამაგროთ მასზე არსებული კაბურა იქნება თუ სხვა აქსესუარი. ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ასევე ასეთი Glock 17-ზე გათვლილი კაბურა არის 1 წერტილში ჩაკეტვის სისტემით, ესეთი ღილაკით. აქვე გვაქვს წარმოდგენილი ასევე ესეთი ტიპის კაბურა, შედარებით ახალი კონფიგურაცია არის, დაახლოებით 90 გრადუსიანი 3 წერტილში რეგულირების ფუნქციით. თვითონ ჩამკეტი სისტემა, კამერაზე მოფიქსირებელი სისტემა, ესეთი 2 ცალი გადაბმული კლიპსოთი არის აღჭურვილი. შესაძლებელია კამერის სიმაღლის რეგულირებაც, საკმაოდ დიდი და მასიური სამაგრის სისტემა არის და მასზე დამაგრებული კაბურა არის შემდეგი კონფიგურაციით, აქვს ამ შემთხვევაში 1 კონკრეტული ჩამკეტი და აქვს დამატებითი უსაფრთხოების ესეთი საშუალება გადმოხება SLS სისტემის მაგვარი, თუმცა ასეთი თაღისებური, რკალისებური კონსტრუქციისგან განსხვავებით, ეს ესეთი შედარებით უფრო მასიური კონსტრუქცია არის, რომელიც იარაღის ზედა ნაწილს, ანუ იმ ნაწილს სიტყვაზე, სადაც იარაღის ჩახმახი შეიძლება იყოს, მთლიანად ფარავს და მაქსიმალურად იცავს იარაღს კაბურიდან უნებართო დამოღებისგან. ამ სამაგრო სისტემაზე შესაძლებელია ამ კონკრეტული კაბურის ფიქსაციაც, მაგრამ არ არის გათვლილი სიტყვაზე ეს
360 გრადუსიანი ერთ წერტილში ფიქსირებადი კაბურების დამაგრება. ესენი ურთიერთ გადაწყობადი არის. ზოგადად აქვე მინდა დავამატო, რომ დღესდღეობით მსოფლიოს იარაღის ბაზარზე სხვადასხვა ტიპის კაბურებისა და მათი სამაგრის სისტემების მწარმოებელი უამრავი კომპანია არის, აწარმოებენ ათასობით სხვადასხვა კონფიგურაციას და არსებობს მსოფლიოში რამდენიმე ესეთი ძირითადი სტანდარტი, რომელიც სტანდარტებთან მისადაგებითაც ხდება ზოგადად კაბურების, სამაგრის წერტილების და მათი გადამყვანების წარმოება. ყველა ცდილობს, რომ მეტნაკლებად გააკეთოს ესეთი აქსესუარები, რომლებიც სხვა მწარმოებლის კაბურებთანაც ურთიერთთავსებადები იქნება, თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც აკეთებენ საკუთარ პროდუქციას ისე, რომ მხოლოდ მათი კაბურები და მათი აქსესუარები იყოს ურთიერთთავსებადი. და სიტყვაზე კონკრეტული პისტოლეტის მფლობელმა საკუთარი გემოვნების და საკუთარი საჭიროების მიხედვით უნდა აწყოს ეს იქნება ყოველდღიური სამოქალაქო, იქნება საპოლიციო დანიშნულების კაბურა, მათი გადამყვანები თუ იქნება ტაქტიკური კონფიგურაცია, რომელიც ასევე მისადაგებული უნდა იყოს ეკიპირების დაახჭურვილების სხვა ელემენტებთან. თუმცა ტაქტიკური კონფიგურაციის კაბურები ცოტა უფრო სპეციფიური რაღაც არის და ბევრ სხვადასხვა რაღაცას მოიცავს, ბევრ სხვადასხვა ასე ვთქვათ ნიუანსს მოიცავს, რა ნიუანსებიც მაგალითად შიდატარების სამოქალაქო იქნება საპოლიციო კაბურებზე პრაქტიკულად არ გვხვდება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და მსგავსი ვიდეოების გადაღებას შემდგომშიც გავაგრძელებთ.